მე ვარ ლევან ჟორჟიაძე 5 წლის. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ ბათუმში. ჩემი წვნელია ნუკრი ზოიძე. ის არის ხიარული მომთხოვი მასწავლებელი. რას თხოვს და ბევრი ვივარჯიშოთ. მე ვთამაშობ მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე. ჩემი მთავარი მოვალეობა ასისტების გაკეთება და გოლების გატანა. ჩემ კარიერაში მაქვს 13 გოლი გატანა. 1 გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზ. შორს ვიდექი ჩამიწოდეს მაგრატელა დავარცხრიანში. მე კარგად ახტა, მაგრამ ისე კარგად დავარტყი, რომ ვერ აიყო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. მე მინდა საქართველოს ნაკრებში ვითამაშო 7 ნოემბრით. ჩემი საუკეთესო თვისებაა ძლიერი დარტყმა. გამოსასრულებელი მაქვს ზუსტი პასი მარცხენა ფეხით. მე 4 წლის რო ვიყავი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთელობა. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ მოჭიდავ. მე ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 40 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ტაქსის ცხოვრება. ბაღი მომწონს, მაგრამ მალე მინდა წავიდე სკოლაში. ბაღი იმიტომ მომწონს, რომ მეგობრები მყავს, თამაშობ, სკამზე ერთად ვჯდებით, ჭამის დროსაც ერთად ვჯდებით, დამალობანას ყველაფერს ვთამაშობთ. ბაღში ყველაზე კარგად აკეთებენ კატლეს და პიურეს. ჩემი საყვარელი თამაშია გელობანა გაშოშობანა. მე რო შემეძლებს ავგზავნავდი დამალობანას. ყველა დამალობანა თამაშობ, მე მომწყინდა. ახლა მინდა 9 წლის ვიყო, იმიტომ რომ სკოლაში წავიდე. სახლში ვცხოვრობ მე, დედიკო, მამა, ბებია და ძაღლი. კიდევ მინდა ვყავდეს 2 და. ჩემი და არის 11 წლის და ქვია ელენე. ის არის ელქი, ლამაზი და ბრანჯი. ელენე ალბათ გამოვა მუსიკა. მამიკ არის ჭკვიანი, შრომელი, სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, თბილი და სულ მეხუთება. მე მყავს ყველაზე კარგი მამიკო და დედიკო. ბები არის ლამაზი და აკეთებს გემრიელ საჭმელებს. ყველაზე კარგად გამოდის პიურის გაკეთება. დედიკოს კარგად გამოდის კატლეტის გაკეთება. მე კარგად გამომდის კატლეტის და პიურეს ჭამა. მე ვარ სიმპათიური, კეთილი და ჭკვიანი. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 31 წლის. შვილებს დავარქვე გაბრიელს და მართას. ჩემ ცოლს დავარქვე ბარბალეს. წინა ბავშვად დამიტოვა კითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს სწრაფი სუპერძალა, სამეჩქარება და ბაღში. შემდეგ ბავშვს ვუტოვებ კითხვას, რა არის მისი ოცნების საჩუქარი. მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ბურთი. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და დედასთან ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.